გამარჯობათ. ვიწყებთ საუბრებს მათემატიკაზე. აღნიშნული საუბრები ეხება სკოლამდელი ასაკის ბავშვებს. სკოლამდელი აღზრდის ძირითადი მიზანია ყველა ბავშვს შეუქმნათ ადეკვატური პირობები, როგორც ფიზიკური და ფსიქიკური, ისე მორალური განვითარებისათვის. მიზნის განხორციელება ეფუძნება ორ მთავარ პრინციპს. ერთი გახლავთ არავნო, მეორე მოერიდე განკარგულებები. ამ შემთხვევაში საოცრებო პროცესი ისე აიგება, რომ გამორიცხულია ბავშვებისადმი სულიერი ტრამვის მიყენების საფრთხე. ამასთან ერთად არავნო ნიშნავს გჯეროდეს ბავშვის შინაგანი ძალის და ყოველმხრივ დავეხმაროთ მას განვითარება. მოერიდე განკარგულებებს ნიშნავს, რომ შეიცვალოს ბავშვზე პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედება სიმკაცრეს ცვლის კეთილგანწყობა. აქ მტკიცდება კონტაქტები აღზრდელსა და ბავშვს შორის. დასჯა იცვლება პატიებით, ბავშვისადმი მხარდაჭერა აქტუალური ხდება და სხვა მსგავსი. ასეთი მიდგომა ცვლის დამოკიდებულებას ბავშვისადმი, როგორც უფროსისაგან, ისე თანატოლებისაგან. იზრდება მისი სტატუსი, რაც ხელს უწყობს რთული კონფლიქტური სიტუაციების გადაწყვეტას და სხვა ასეთი მსგავსი. სკოლამდელი დაწესებულება გვევლინება თითოეული ადამიანის სასწავლო აღზრდობითი პროცესის ნამდვილად პირველი და უმნიშვნელოვანესი საფეხური. მისი ფუნქციონირება გულისხმობს ისეთი ამოცანების გადაწყვეტას, როგორიცაა ბავშვების ცხოვრებისა და საქმიანობის გონივრულ პედაგოგიურ გავლენაში მოქცევა და მრავალმხრივი შინაარსით დატვირთვა. ამასთან ერთად იგი მოწოდებულია სკოლაში ბავშვის გადასვლისათვის ჰარმონიული პირობების შექმნისაკენ. აქედან გამომდინარე, სკოლამდელ ასაკში მათემატიკური წარმოდგენების ფორმირებაც ერთის მხრივ გულისხმობს ელემენტარული მათემატიკური ცოდნის გადაცემას, ანუ წარმოდგენებს სიმრავლესა და რიცხვებზე, სიდიდეების შედარებაზე, უმარტივესი გეომეტრიული ფიგურების გაცნობაზე, სივრცესა და დროში ორიენტაციაში გარკვევას. ხოლო მეორეს მხრივ, უფროსების დახმარებით ისინი აკვირდებიან რა მოვლენებსა და საგნებს შორის არსებულ კავშირებს, ახორციელებენ სათანადო დასკვნებს. სკოლამდელ ასაკში მათემატიკის ელემენტების გაცნობის ძირითად მიზანს განმავითარებელთან ერთად აღზრდელობითი საკითხების გადაჭრასაც გულისხმობს. აქ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მთელი გასაცნობი მასალა ეფუძნება ცხოვრებისეული სიტუაციების ანალიზს. იმ პრაქტიკული უნარჩვევების ჩამოყალიბებას, რომლებიც აუცილებელია ბავშვის მოსამზადებლად სკოლაში სწავლისათვის. მათემატიკური წარმოდგენების გაცნობა სკოლამდელ ასაკში გულისხმობს სასწავლო აღზრდელობითი მასალის გაცნობას დაწყებამდელი ასაკის ბავშვებისათვის. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ბავშვების განვითარების ამ ეტაპზე უპრიანია განსაკუთრებული აქცენტები არ გავაკეთოთ გასაცნობი მასალის ათვისების ფორმაზე, ანუ არ ვცდილობთ ვასწავლოთ რაიმე წესი თუ პოსტულატი. ჩვენი ძირითადი მიზანია მთელი მათემატიკური ინფორმაცია კარგად ნაცნობი გახდეს სკოლამდელთათვის. მოგვიანებით, უკვე დაწყებით სკოლაში, ეს ინფორმაცია აქტუალიზდება და შეასრულებს პოზიტიური კატალიზატორის როლს მათემატიკის ათვისების საქმეში. ქვემოთ წარმოდგენილია ბავშვის განვითარების ამ ეტაპზე მათემატიკის კურსის სათანადო ნაწილის შინაარსი და მისი აგების პრინციპები. კერძოდ, მითითებულია მათემატიკის, რომელ განიკვეთს ვაცნობთ სკოლამდელი პერიოდის თითეული ასაკის დროს. რატომ არის არჩეული ეს მასალა? განზოგადების რა დონეზე მიეწოდება კურსის ესა თუ ის საკითხი? რა თანმიმდევრობით განიხილებიან თემები და რატომ არის არჩეული ესა თუ ის თანმიმდევრობა? თავდაპირველად უნდა შევთანხმდეთ იმ პროგრამაზე, რომელზედაც შემდგომში იქნება აგებული
საგანმანათლებლო კურსი. მას შესაძლოა ჩვენ ვარაუდობთ, რომ სკოლაში წამსვლელმა ბავშვმა უნდა იცოდეს რიცხვების ცვლა 10-ის ფარგლებში და შეეძლოს უკუთლად ციფრების სწორი დასახელება და მათი ცნობა ბეჭდურად. აქ საუბარია იმაზე, რომ მათ შეეძლონ ნატურალურ რიცხვ თვლის, ჩვენ შემთხვევაში პირველი ათეულის ფარგლებში პრინციპების დაცვა. საქმე იმაშია, რომ მათ უნდა იცოდეს, რომ ერთისგან განსხვავებული ნებისმიერ რიცხვი მიიღება წინასაგან ერთის დამატებით და მომდევნოსაგან ერთის გამო. რომ თითოეულ რიცხვს აქვს თავისი განსაკუთრებული სახელწოდება და ადგილი რიცხვთა მწკრივში და რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თვლის რიგს, ანუ არ აქვს მნიშვნელობა როგორ დავთვლით. მარჯვნიდან მარცხნივ, მარცხნიდან მარჯვნივ, წრიულად, ზევიდან ქვევით თუ პირობ. აქ მნიშვნელოვანია, რომ თვლის დროს არ უნდა გამოვტოვოთ არც ერთი რიცხვი და არ დავთვალოთ იგი ერთჯერ მეტად. მათ უნდა შეძლონ საგანთა რაოდენობრივი შედარება. პრაქტიკულ მაგალითზე დაყრდნობით ტერმინების ტოლია, არატოლია, მეტია, ნაკლებია სწორი ხმარება. აქ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შედარების პროცედურის ვერბალური ფორმულირება. კერძოდ, ტოლობის შემთხვევაში აღნიშნავთ, რომ ერთ მხარეს არის იმდენივე რაოდენობის ობიექტი, რაც მეორე მხარე. უდროლობის შემთხვევაში ვამბობთ, რომ ერთ მხარეს არის იმდენი, რამდენიც მეორე მხარეს და კიდევ ამდენით მეტი, ან ამდენით ნაკლები. შემდეგი მათ უნდა დაასახელონ მარტივი გეომეტრიული ფიგურები. ერთის მხრივ საუბარია მათთვის კარგად ცნობილ მოცულობით ფიგურებზე, ესენია ბირთვი, კუბი, ცილინდრი, კონუსი და პირამიდა. ეს ფიგურები ძალიან კარგად არის ნაცნობი ბავშვებისათვის, როგორც ეგრეთ წოდებული საშენი მასალა. ამასთან ერთად მათ ვაცნობთ ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებსაც, ისეთებს, როგორიც არის სამკუთხედი, ოთხკუთხედი და წრე, როგორც ზემოთხსენებული მოცულობითი ფიგურებიდან წარმოებულთ ან მიღებულს და ბოლოს პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით ყურადღებას ვამახვილებთ მოცულობითი ფიგურების კუთხოვნობაზე, მრგვალობასა და გაგორებადობის ხარისხზე. საქმე ეხება იმას, რომ ზოგი მათგანი მომრგვალებული და ადვილად გორავს, ესეთები არიან ბირთვი, ცილინდრი და კონუსი, ზოგიც კუთხოვანია და მათ უჭირთ გაგორება. ესეთები არიან კუბი და პირამიდა. უფროსის დახმარებით, პრაქტიკულ თვალსაჩინო მასალის გამოყენებით, მათ უნდა შეეძლონ ელემენტარული მარტივი ამოცანა სურათების ამოხსნა. აქ ვარკვევთ, რომ ამოცანა არის ისეთი ცხოვრებისეული სიტუაცია, რომელშიც გვხვდება რიცხვები. ასევე ბავშვები ერკვევიან ამოცანის სტრუქტურაში. ანუ ვადგენთ, რომ ყველა ამოცანა შეიცავს პირობასა და კითხვას, რომ პირობა აღწერს შესაბამის სიტუაციას, ანუ განმარტავს მოცემულ სიდიდეებს, ხოლო კითხვა მიანიშნებს თუ რა არის საძიები. ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საკვანძ სიტყვების გააზრებას. ეს სიტყვებია მოიტანა, მოფრინდა, მოვიდა და სხვა მსგავსი და ისინი განსაზღვრავენ მიმატებას, ხოლო სიტყვები წავიდა, წაიღო, გაფრინდა აღნიშნავენ გამოკლებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამოცანის გათვალსაჩინოებას. შემდეგი ეს გახლავთ სივრცესა და დროში ორიენტაცია. ანუ უფროსის უმარტივეს ინსტრუქციაზე შეასრულო ადეკვატური ქმედება. კერძოდ, მოიტანე ბურთი, იმოძრავე მარჯვნივ ფანჯრისაკენ, ზედათ აროდან ჩამოიღე თოჯინა, როგორი ამინდი იყო გულში, ჯერ გადმოაწყვე წითელი ბირთი, ხოლო შემდეგ წვანე კონუსი. ზაფხულის შემდეგ წელიწადის რომელი დრო დადგება, რომელ ფერებს გამოვიყენებ ზამთრის სურათის დასახატად, პარასკევის შემდეგ კვირის რომელი დღე დგება, ან კვირაში რამდენი დღე დავდივართ საბავშვო ბაღში და მსგავსი. ჩვენი ძირითადი მიზანია
არა მარტო ელემენტარული მათემატიკური წარმოდგენების ფორმირება, არამედ ისეთი ფსიქიკური ფუნქციების ამოქმედება, როგორიცაა აღქმა და წარმოსახვა. აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, როგორი ფორმით უნდა ჩატარდეს ურთიერთობა ბავშვებთან. ვფიქრობ, ჩვენ კონტაქტს დასაწყისში უნდა ჰქონდეს სახალისო საუბრის ხასიათი. შემდეგ ეს კონტაქტი მიიღებს შემეცნებითი თამაშის ფორმას და ბოლოს 5 წლის ასაკში იგი უფრო მეტად მიემსგავსება მეცადინეობას. არ უნდა დაგვაუწყდეს ის გარემოება, რომ ჩვენ გავლენაში მოხვედრილი ბავშვი ან ჯგუფი ბავშვებისა საჭიროებს დეტალურ შესწავლას. ესე იგი იმის გამოვლენას თუ ცოდნის რა დონით და რომელი უნარჩვევებით ხასიათდებიან ისინი. ვიდრე უშუალოდ შეუდგებოდეთ საპროგრამო მასალის გაცნობას, აუცილებელია ჩავატაროთ 2-3 საუბარი, რათა გამოვარკვიოთ და მოვაწესრიგოთ ბავშვების მათემატიკური წარმოდგენა. აღნიშნული მუშაობა უნდა ჩატარდეს მაშინაც კი, როცა ბავშვები მომგზავრდებიან საზაფხულო არდადეგების შემდეგ, ვინაიდან მათი მეხსიერება არ ხასიათდება სათანადო მდგრადობით და საჭიროებს უფროსის დახმარებას, რათა გაავააქტიუროთ მათი პოტენციური შესაძლებლობები. ამისათვის უპრიანია მოვიფიქროთ კითხვების, სახალისო სავარჯიშოებისა თუ დავალებების სერია. თავისთავად ცხადია, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება, რათა გავარკვიოთ მათი მონაცემების ზონები. აღნიშნული საშუალებას მოგცეს მიზანმიმართულად დავგეგმოთ ჩვენი მუშაობა. ჩვენ ვარაუდობთ, რომ სასწავლო სააღზრდელო მუშაობა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. სავარაუდოდ, ჩვენი ურთიერთობა შეიძლება პირობითად დავყოთ 4 ეტაპად. პირველი ეტაპი, მას შეიძლება ვუწოდოთ მათემატიკური წარმოდგენების პირველადი გაცნობის ეტაპი. ეს არის 3-4 წლის ასაკის ბავშვებისათვის, რომელიც გულისხმობს მათემატიკის ელემენტების გაცნობის შესავალს. იგი გულისხმობს მოსამზადებელ მუშაობას საგანთა თვლის შესახებ. ეს არის საგანთა შედარების საწყისი პერიოდი. ვაცნობთ კუბსა და ბირთვს და იწყებთ საუბრებს სივრცესა და დროში ორიენტაციის შესახებ. მეორე ეტაპი, იგი შეიძლება ჩავთვალოთ მათემატიკური წარმოდგენების პირველადი რეგლამენტირებული გაცნობის ეტაპი. ეს არის 4-5 წლის ასაკის ბავშვებისათვის და იგი ითვალისწინებს შემდეგს. ეს არის თვალსაჩინო მაგალითებზე დაყრდნობით სიმრავლის ცნებაზე წარმოდგენების გამტკიცება, საგანთა თვლის პრაქტიკული მაგალითების გაცნობა, საგანთა შედარება, მოცულობითი ფიგურების გაცნობის გაგრძელება, სივრცესა და დროში ორიენტაციის შესახებ, საუბრები პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით. მესამე ეტაპი, მას პირობითად შეიძლება ვუწოდოთ თვლის ან მათემატიკური წარმოდგენების გაცნობის ვერბალური ეტაპი განსაზღვრულია 5-6 წლის ასაკის ბავშვებისათვის და ვარაუდევია საგანთა თვლისა და უკუთვლის გაცნობა 10 პარკლებში, საგანთა შედარების გამტკიცება, მოცულობითი ფიგურებისა და მათი მახასიათებლების გაცნობა, სივრცესა და დროში ორიენტაციის შესახებ ცოდნის გამტკიცება და ბოლოს მეოთხე ეტაპი, მას ვუწოდებთ მათემატიკური წარმოდგენების ფორმირებების დასკვნითი ეტაპი. 5-6 წლიანთათვის ამ დროს მუშაობა მიმდინარეობს 10 პარკლებში ნატურალური ცდა თვლასა და უკუთვლის გამტკიცებაზე, ბეჭდური ციფრების გაცნობაზე, საგანთა ჯგუფების შედარების გაღრმავებაზე, სიბრტყეზე და სივრცეში ორიენტაციის გამტკიცებისათვის.